ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრით გაძვირდა. 1 აპრილიდან დენის დანახარჯის გამოთვლა უკვე ახალი ტარიფით დაიწყება. სემეკმა ელექტროენერგიის დადგენილი ფასები 30 მარტს გაზარდა და ახსნა, რომ ტარიფების მატება ქსელის განვითარებისა და ინვესტიციებისთვის იყო აუცილებელი. ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით, სხვადასხვა კატეგორიის კომერციული მომხმარებლებისთვის საშუალოდ 4-6 თეთრით გაძვირდა. გაიაფების ნაცვლად გაძვირება შემოგვთავაზეს. ალბათ ჩავაქრობთ ხოლმე, ამბობენ ზესტაფონელი მომხმარებლები. 14 და 100-მდე იყო 14 და რაღაც 400 რაღაც. ანუ ეხლა მოემატა 5 თეთრი, ეს არის მესამედი. გამოიწვევს რა თქმა უნდა, გამოიწვევს ოჯახის ბიუჯეტს იგეგეზე და დამატებითი 20 უნდა გადიხადო ახლა იმ 20-მდე ვინც არის. ვინც 200-მდე 100-მდე ვინც დახარჯავს. 1-დან 100-მდე გაიგე. აზრით ვინც დახარჯავს კიდე სხვა და რა თქმა უნდა ეს როგორც ბენზინი და როგორც საწვავი გეიგე და ის ელექტროენერგია ყველაფერი მაგაზია დამოკიდებული რა თქმა უნდა გადაიქცეს. რა თქმა უნდა. ძალიან დააწვა. მე ასე მგონი. ფასების შემცირებას ვფიქრობდი, მაგრამ აქედან გამომდინარე ფასები კი არ შემცირდება კიდე მეტად გაიძი. აგერ საწვავი რა მდგომარეობა ამ წუთში და რა მდგომარეობა ამაზე. ეს ყველაფერი გამოიწვევს ტრანსპორტს, მიტანას, მოტანას, საწმეს, ყველაფრის გაძლიერება. ბილეთს, ავტობუსის ბილეთს, მარშრუტკის ბილეთს, იგი სოფელში მოგზაურობ და ყველაფერი. რა თქმა უნდა, შვილო ცუდია, მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, მეტი გზა რა გვაქვს. უნდა შევეგუოთ ამ ჩვენი პენსიით, რაზეც გაგვწდება, ჩავაქრობთ ხოლმე, ალბათ, რა ვიცი. ჩემთვის არ არის სასურველი, მაგრამ რა ვქნა, ხა თუ კი ასე ხდება, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, რა ვქნა. ასია საყოველთაოდ ალბათ და მე ვერაფერს ვერ ვიზამ მაგასთან დაკავშირებით. კიდო გააძვირებებ ბევრ რაღაცებს. გვერდში დგომა უნდა, ყველას მანავე. რანაირად უნდა დაუდგე, გვერდში როცა ამნაირ რაღაცებს აკეთებენ. აისახება თავისთავად, ყველაფერზე აისახება მოგი. აისახება, ბატონო. ხალხი ისე გაჭირებულია და კიდევ მაგ უნდა გაძვირება გასო. გავაიეფებთო და გაიეფებს მაგერად გაძვირება ყველაფერს. დენის გაძვირება ადრეც იყო დაანონსებული, თუმცა გასული წლის დეკემბერში გადაწყვეტილება 3 თვით გადადეს. აღსანიშნავია, რომ 2024-25 წლებში საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით იყო შემცირებული. შესაბამისად, 2023 წელს მოქმედ ტარიფთან შედარებით ახალი ტარიფი მხოლოდ 2 თეთრით გაიზარდა, ამბობენ სემეკში. ზრდის უმთავრესი საფუძველი გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტ-დამოკიდებულება მთელი რიგი შემოდგომა ზამთრის თვეების განმავლობაში. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისათვის, რომ ერთის მხრივ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ქსელი იყო გადატვირთული და ავარიების რაოდენობა იყო ძალიან გაზრდილი. ამას ემატება ისიც, რომ წლიდან წლამდე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ამ ვითარებით მომხმარებელი მომავალში უწყვეტ მომარაგებას ვერ მიიღებდა. შესაბამისად, კომისიის ამ გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს მომდევნო პერიოდში მომხმარებლებისათვის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა და ეტაპობრივად ავარიების შემცირება, ქსელის გაუმჯობესება და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფა.